როცა ირგვლივ ამდენი სისხლი, ძალადობა და უსამართლობაა თავს მოვალეთ, თვლი აქ ვიდგე. მოკლედ, ჩემი მანიფესტია სოლიდარობა. დიახ, სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს ქვეყანას. მე სოლიდარობას ვუცხადებ იმ ათასობით ახალგაზრდას, რომელიც ქუჩაშია გამოსული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. იმ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლებში და აქ ამ ქალაქშიც ღამეებს ათევენ გაყინულ შენობებში, რათა დაიცვან საკუთარი უფლებები. უდანაშაულო დაჭერილი თანატოლები, რომლებიც ელემენტარულ ევროპულ განათლებას ითხოვენ. და რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეები. ჩემი სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, ვინც უამრავი რისკის, ტკივილისა და შეურაცხყოფის მიუხედავად ქუჩაშია გამოსული და თავის ხმას იცავს. ჩემი სოლიდარობა იმ ადამიანებს, ვისაც სულ რამდენიმე დღის წინ თბილისის ზღვაზე საცხოვრებელი ქოხები დაუგრიეს. ქუჩაში დატოვეს ზამთარში ხის ანაბარი. ჩემი სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც საკუთარ ოჯახს, პროფესიას და მეგობრებს მოწყვიტეს და უდანაშაულოდ გამოკეტეს. ჩემი სოლიდარობა ზვიად ცეცხლაძეს, ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ბათუმელ ბიჭს, დღეს კი თავისუფლება აკვეთილ პატიმარს. ჩემი სოლიდარობა უამრავ პატივაყრილ და ღირსებას შელახულ ჟურნალისტ და ქალბატონ ზია ამაღლობელს. ჩემი სოლიდარობა ჩემს კოლეგებს, ვისაც თეატრის ხელმძღვანელი წინა დღეს სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდა, რადგან ჩემმა კოლეგებს სულ რაღაც 20 წლის წინანდელი სიმართლეში ახსენა. ჩემი სოლიდარობა ჩემ თეატრს, რომლის ხელმძღვანელს გაუპირდა ჩემი სიტყვები, რომ თუ კი ადამიანს ამ ქალაქის მაჯიცემაზე არ გიდევს ხელი ამ ქალაქში, თეატრს ვერ უხელმძღვანელებო. დიახ, სოლიდარობა ჩემ თეატრს. ჩემი სოლიდარობა და თავისუფლება სრულიად ქართულ თეატრს, ყველა მსახიობს, მიუხედავად მისი დამოკიდებულებასა დღევანდელი სიტუაციის მიმართ. დიახ, სოლიდარობა ქართულ თეატრს, რომელიც როგორც ამბობენ სახელმწიფოს პატარა მოდელია და დღითი დღე კიდევ უფრო წუნდები ამაში. იგივე ხდება თეატრში, რაც ქვეყანაში, სწორედ ამიტომ გამოვიდა თეატრი დღეს ქუჩაში. სწორედ ამიტომ დგავართ აქ, რადგან თეატრი და ხალხი ერთი მთლიანობაა. თეატრი და ხალხი არ იყოფა, ჩვენ ერთმანეთი გვარწებოთ და ერთად უნდა ვიყოთ. თეატრი და საზოგადოებასთან ერთად დაიბადა, ჩვენთან ერთად, ჩვენს წიაღში, ჩვენ ერთად ავიდგით ფეხი, ერთად ვისწავლეთ სიარული, ლაპარაკი და თეატრს, რომელიც საუკუნეების წინ ალაპარაკდა, დღეს ვერავინ დაადუნებს და ნუ ურავინ ეცდება.